ჩვენ ვამაყობთ, რომ უნიკალური, ყველასაგან განსხვავებული დამწერლობა და ენა გვაქვს. მაგრამ ჟამთა უკუღმართის სვლის გამო ძალზე მწირად მოგვეპოვება ის ისტორიული ძეგლები და დოკუმენტები, რომლებიც ანბანისა თუ გრამატიკის შემდგენსა და დამწერზე მოგვითხრობდეს. ყველაფერი ნახევრად მითიურია და მეცნიერები ზოგჯერ ორიგინალურ და მოულოდნელ დასკვნებამდე მიდიან. მშობლიურ ანბანს ბავშვობიდან ვითვისებთ. სწავლობთ, რომ თანამედროვე ქართულ ენაში 33 ასობგერაა და ქართული მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთია. ქართულ დამწერლობას მრავალი უცხოელი და ქართველი მკვლევარი სწავლობდა, მაგრამ ბოლომდე ამოუხსნელი რჩება მისი უნიკალურობის საიდუმლო. მე-10 საუკუნის ხელნაწერში ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი ვკითხულობთ. დამარხულარს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად, რათა ყოველსა ენას აღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასაშინა ამას ენასა ლაზარე ხრქვიან, რამე თუ ყოველი საიდუმლოი ამას ენასაშინა დამარხულარს. ივანე ზოსიმეს ხელნაწერის ორიგინალი საქართველოში არ ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მხოლოდ 70-იან წლებში გაკეთებული ფოტოასლებია დაცული. ივანე ზოსიმეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მწირია. ერთ-ერთი ვერსიით ის ბერი იყო და სინას მთაზე მოღვაწეობდა. მეცნიერებისთვის უცნობია ეს ძეგლი თავად ივანე ზოსიმეს ეკუთვნის თუ უბრალოდ მისი გადამწერია. ხელნაწერი ერთი და იმავე ავტორის მიერ 4-ჯერ არის გადაწერილი. ორიგინალები სინას მთაზე, პეტერბურგსა და ლაიფციგში ინახება. ეს როგორც ჩანს იყო შედგენილი ქართველი ბერების, დიასპორის რომელიღაც წარმომადგენლის მიერ. ეხლა ის თქვათ, რომ ალეგორიული შინაარსი ნამდვილად არის ამაში და პირდაპირ არ შეიძლება სიტყვა-სიტყვით ეს ტექსტი გავიგოთ, ეს ცხადია. მაგრამ გააჩნია როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებ ამ ტექსტს. მე ვფიქრობ, ყველა თაობა, რომელიც არ უნდა მოვიდეს, შეიძლება მან საკუთარი აზრი თქვას ამ ყველაფერზე, თავისთავად სადაო და საინტერესო თემა. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი მრავალი ცნობილი მეცნიერის კვლევის საგანი იყო. კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ცაგარელი, პავლე ინგოროყვა, ზუსტად გამსახურდია ედიშერ ჭელიძე და სხვები ძეგლის ქვეტექსტების ამოხსნას ცდილობდნენ, მაგრამ რა იგულისხმება ქართულ ენაში დამარხულ საიდუმლოდ დღემდე ბუნდოვანი და გაურკვეველია. ცით მეცნიერულად ამოკითხული ტექსტი, გაშიფრული არ არის. ამაზე ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს. თქო, გულისხმობს ის საიდუმლოს, რაც სამყაროს შექმნის საიდუმლოება, მეორედ მოსვლის საიდუმლოება, ეს ყველაფერი შეიძლება თქვათ ამაზე. სადავოა ქართული ანბანის შექმნის თარიღიც. მე-20 საუკუნის ჩათვლით ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ძველ ძეგლად ბოლნისის სიონის წარწერა მიიჩნეოდა, რომელიც მე-5 საუკუნით თარიღდება. 2003 წელს კი ნეკრესის ტაძართან ლევან ჭილაშვილის მიერ საფლავის ქვაზე აღმოჩენილი წარწერა უძველესად დასახელდა. ამ წარწერებში არსად არ არის ნახსენები, არც ქრისტე არ ჩანს, არც რაიმე ღმერთო ისეთი იმით, რაც ქრისტიანული იმისათვის დამახასიათებელია, ამინ, ასე, ისე არავითარი ამგვარი არ არის. ამრიგად აშკარაა, რომ ეს არის წინა ქრისტიანული ხანისა. პროფესორი ზურაბ ჭულურიძე მეცნიერულად ხსნის ქართული ანბანის წარმოშობას. გავრცელებული აზრით ქართული ასომთავრული ბერძნული ალფავიტის მაგალითზე შეიქმნა. ბერძნულ წყაროებში ჩამოთვლილია პირველ საუკუნეში არსებული მსოფლიო ალფავიტები, მათ შორის დასახელებულია იბერიული. აი ამ ანბანურ სისტემას თანამედროვე იერი, აი ეს თანხმოვნები და ხმოვნები, რომალი და ორივე აღნიშნული არის ცალ-ცალკე ნიშნებით, აი ეს უდავოა. და ამას უკავშირებენ ბერძნებს. ისტორიიდან ცნობილია მეფე ფარნავაზის მიერ დამწერლობის ჩამოყალიბება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ფარნავაზამდე ანბანი გარკვეული სახით არსებობდა. ენათმეცნიერი რამაზ პატარიძე 60 წელია ქართულ დამწერლობას იკვლევს. მისი მოსაზრებით ასომთავრული ანბანი ქართველმა ქურუმებმა ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში შექმნეს. ის განსხვავებულად ხსნის ენაში დამარხულ საიდუმლოსაც. ქართული ანბანი არის ძველი ეგვიპტური, ძველი შუამდინარეთისა და ძველი კოლხური იბერიული ცივილიზაციის სინთეზია და მართლაც ყველა საიდუმლოა დამარხული და ურთულესი ქურუმთა ცოდნაა დამარხული. ეს არის ესე იგი საფუძველთა საფუძველი ასტრონომიული, მათემატიკური ყოველგვარი ანგარიშისა. ქართულ ასობგერებს რიცხვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ანბანი ერთი მხრივ სიტყვის, მეორე მხრივ კი რიცხვის გამომსახველი იყო.
რამაზ პატარიძე კვლევების შედეგად ამბობს, რომ ანბანში მუდმივი კალენდარია დაფარული. ანბანის შემქმნელები იმდენად განსწავლული იყვნენ ასტრონომიასა თუ მათემატიკაში, რომ ბუნიობას, ნაკიან წელიწადსა თუ კალენდარს ანბანით ადგენდნენ. ანბანის პირველი ასო-ნიშანი ან ბაბილონურ პანთეონში არის ღმერთი, ერთი უპირველესი ღმერთი, ბატონო და ზურსმული დამწერლობის პირველი ასო-ნიშანი არის ან მთვარის ღმერთი. ქართულ ანბანში დამარხულია ბაბილონური მთვარის კალენდარული სისტემა. დღები უნდა აითვალო მთვარით. ხომ ასე იყო ძველად პირველიცა მთვარე, მერკური, ვენერა, მზე. ეს ძველი ბაბილონური თანამიმდევრობა დონ რიცხვს ნიშნავს. 4 ეს მთვარე პირველ ცაზია, მზე მეოთხე ცაზია. ეს არის მზის სიმბოლო. ვინ რიგითი სათვალავით არის 6, ანბანური სათვალავით არის 6. ეს 6 და 6 არის წლის პირველი ნახევარი და წლის მეორე ნახევარი. 6 წლის შემდეგ მზე შედის სასწორის თანავარსკვლავედში. რამაზ პატარიძე ამბობს, რომ ანბანის შემქმნელები კარგად იყვნენ განსწავლული ასტროლოგიაშიც. 12 ასობგერა სწორედ ზოდიაქოს ნიშნების აღმნიშვნელია. მე-12 ლასი თევზის ღვთაებას ნიშნავს. ამ ვერსიას იზიარებს მათემატიკოსი ალიკო ცინცაძე, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ კალენდარულ სისტემას სიტყვებშიც მიაგნო. მაგალითისთვის გაგვიშიფრა სიტყვა წელი. თუ დავაკვირდებით ლას, დავინახავთ, რომ იგი 12-ია და რიცხვმშობლობით 30. რომ გავამრავლებთ ერთმანეთზე და ხემატრია ამის საშუალებას იძლევა 360. 12 და 30. ხოლო დამატებით 5 დღეს იძლევა 100-ე. იბრუნის ნიშანია, წრეს აღნიშნავს ქართულ ანბანში წ 365 გამოდის. ესე იგი მან ვინც შექმნა მზის მოძრავი კალენდარი, მანვე შექმნა სიტყვა, რომელშიც ეს კალენდარი რიცხვულად ჩადო. მისი თქმით, ციფრების მნიშვნელობა სხვა სიტყვებშიც მეორდება, როდესაც საქმე ღვთაების დასახელებას ეხება. ღორონთი მეგრულად ღმერთი ჯამში 99-ან 999-ია. ასევე რიგით სათვალავში 99-ია სიტყვა მამა ღმერთი. ის ამბობს, რომ სიტყვების შექმნისასაც იდებოდა კოდირებული ინფორმაცია. მისი აღმოჩენით ქებაი და დიდებაიც მთლიანად ჰემატრიულად დაშიფრული ტექსტია და ასოების რიცხვებად გადაყვანისა და გამოთვლების შედეგად უამრავ ასტრონომიულ და მეცნიერულ ინფორმაციას მივიღებთ. ეს იყო რელიგიის მსახურთა, კულტის მსახურთა ენა, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებოდნენ რა ამ ენაზე, მსმენელს, რომელიც არ იყო ჩახედული მათში, შეიძლება ობიექტი ამოეცნო, თქვათ რაზე იყო საუბარი, თქვათ მზეზე იყო საუბარი, მაგრამ ის ინფორმაცია, რომელიც იდო ასტრონომიული ამ სიტყვაში, ის მისთვის დაფარული რჩებოდა. ასევე არიან მკვლევარები, რომლებიც ქართულ ენას შუმერულს უკავშირებენ. ანა მესხი პრეისტორიულ ენებზე მუშაობს. ის ამბობს, რომ ქართული ენით შუმერული ენის ბევრი ამოუცნობი კომპონენტი იხსნება და ქართულ ენას ძველი ცივილიზაციის გასაღებს უწოდებს. ქართველური ენები ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ მოვახდინოთ შუმერული სიტყვების დეშიფრირება. ის იკვლევს ასევე ასო დონსაც, რომელსაც მისი თქმით სიმბოლური, საკრალური მნიშვნელობა აქვს, ამიტომ შუმერები და ეგვიპტელები ბარელიეფებზე ამ ნიშანს გამოხატავდნენ, რომელიც პოზიციის მიხედვით ქვესკნელის, ზესკნელის ან წლის პერიოდის მაჩვენებელია. ტანხამონის საფლავში ნაპოვნი ერთ-ერთი გულსაკიდი და თქვენ ხედავთ, რომ აი აქ გზის ღვთაება, რომელსაც ხელში ქართული ასომთავრული დონის ქვესკნელური ხატი უჭირავს. ქართული დონია გამოსახული, უბრალოდ დამთხვევაა თუ რაიმე საკრალური მნიშვნელობის მატარებელი, ამის დადგენა ძალიან რთულია. მის თეორიას დღესდღეობით კი უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე. ამიტომ მეცნიერულ წრეებში ოფიციალურად დამტკიცებული არც ერთი ვერსია არ არის. ასეთი რაღაცების ლაბორატორი ჩემი აზრით უნდა მოერიდოს კაცი, რადგანაც რეალურად ხელთ რაიმე მასალა ისეთი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ამისი თქმა, ჩვენ არ გვაქვს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქართული ენა სრულყოფილია და უდიდეს საგანძურს წარმოადგენს. სიმბოლიზმი თანამედროვე მხედრულში შემორჩენილია. ასო, ქს და ჯს ქრისტეს და ჯვრის სიმბოლოდ მოიაზრებენ. მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს ენად წოდებულ ქართულში დამარხული საიდუმლო კი ბოლომდე ამოუხსნელი რჩება.